კადრები, რომელიც დღეს წარმოგიდგენთ, ამ კადრებზე აღბეჭდილი არის რუსული სამხედრო მანქანა, რუსი მძღოლით, რუსული სანომრე ნიშნებით, რომელიც გადაადგილდებოდა სენაკის ტერიტორიაზე, ეკის სამხედრო ბაზის მიმართულებით, ეს არის რეზერვთა სამხედრო ბაზა. ბატონო ლუგზა, თქვენ გაინტერესებთ ისტორიის საკითხი. ნამდვილად კი ვიცით, რა შეგიძლია მითხრათ ამის შესახებ? რუსმა მძღოლმა პირდაპირ კითხა მოქალაქეებს, თუ სად მდებარეობს ეს სამხედრო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა სვლა. საგულისხმოა, რომ საპატრულო მანქანა, რომელიც შემოხვდა ამ რუსულ სამხედრო მანქანას, არც კი დაინტერესებულა თუ რა მიზნით გადაადგილდებოდა ეს სამხედრო მანქანა და არ უკითხავს მიზანი მისი იქ ყოფნის. ბატონო ლუგზა, შეიძლება თქვენ ამას ასე თქვათ? ეს ნამდვილად იქნება. ფაქტი არის, რომ ოკუპანტის სამხედრო ძალები უკვე უკონტროლოდ გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამის დამადასტურებელია როგორც გუშინ გავრცელებული ფოტოები, ასევე ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო მანქანები გადაადგილდებოდნენ დარიალის ხეობაში და ის ვიდეო ფირიც, რომელიც მე თქვენ დღეს წარმოგიდგენით. თქვენ ამის მაგალითად